სხვა შორის იმ დოკუმენტში, რომელიც ახლა გასაჯაროდა ფარადან, Financial Times-იც არის მოხსენიებული როგორც ერთ-ერთი მედია, სადაც ხდებოდა სტატიების ლობირება. ასე რომ, უყურეთ, როგორ უნდა შევხედოთ იცი ამ საკითხს, შევხედოთ ერთის ხრი შევხედოთ როგორც ქართველმა პატრიოტებმა და გაუბრაზდეთ, როდესაც აბრალებენ ტყუილს ჩვენ ქვეყანას, ეს არის ერთადერთი გზნობა, რომელიც შეიძლება პატრიოტს ჰქონდეს. და როდესაც ამ ქვეყანაში სულ რაღაც 2 კვირის წინ იყო, ხო, ჩამოსული 3 ადამიანი, რომელსაც სიტყვა ეთქმის, თუ კი ვინმეს ეთქვის სიტყვა სანქციებთან დაკავშირებით, იყო ეს 3 ადამიანი, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორები. რომელსაც არათუ გამორიცხეს სანქციების გვერდისავლა და თქვეს და დაადასტურეს, არამედ შეაქეს საქართველოს, რომელსაც ისეთი სისტემა შექმნა გვერდისავლის თავის არიდებისა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ იმას, რომ საქართველოსთან რამე არ მოხდეს, არამედ საქართველოს საზღვრები გახდა ბარიერი, რომ აქ შეჩერდეს ევროკავშირიდან წამოსული სანქცირებული კომპანიების თუ ტვირთების შემდგომი გადაადგილება. ის რაც გამოეპარა ევროკავშირს, გამოეპარა ამერიკას და ასე შემდეგ, რაც გამოეპარათ მათ, ჩვენმა საბაჟომ და ჩვენმა საზღვარმა გააჩერა ასეთი სისტემა გვაქვს შექმნილი.